მოგისალმებით, ძირფესო მეგობრებო. ტაროს კუთხეების ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ვინც დამრჩით ცოტა უყურადღებოდ, მიხვდებით. დღეს რიცხვია. 4 დღეში გავდივარ შვებულებაში და ყველას მოგაქცევთ ყურადღებას, არც ერთს არ დაგწყვიტავთ არაფერზე გულს და არ დაგტოვებთ ყურადღებით. ასე რომ თვის ბოლომდე ყველასთან ყველაფერს დავასრულებ თუ დასასრულებელს ეხება, რომ იცოდეთ. ფინანსური არხის წმენა ტარდება აგვისტოში, მთელი აგვისტო თავისუფალი ვარ, რომ იცოდეთ და პირიქით ეს წმენდებია თუ რამე არის ყველასთან ძალიან სწრაფად და ასე რომ ვთქვათ დავასრულებ, ხო? და ახლებსაც თქმა უნდა მივხედა. ნახოთ რასი ახლა შემოდის. თუ რა წარმატება უფრო სწორად რა პოზიციაზე ხართ. არ არის გამორიცხული ნულიდან იწყებ ჩაერთოთ ყველაფერს, ან უბრალოდ გადაწყვეტეთ, მოდით თავიდან დავიწყებ ყველაფერს, რაც იქნება, ის იქნება. აი ესეთი პოზიცია, მაგრამ ეს არ არის ან გაბრაზებული, ან რაღაც ისე იძულებული ხართ, არა. ეს უკვე თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის საკმაოდ ძლიერი, საკმაოდ ასე რომ ვთქვათ, კონკრეტული, საკმაოდ მტკიცე. ეს უკვე მომეწონა და იწყებთ თავიდან. სხვათა შორის ეს არ არის რთული, უბრალოდ ზოგადჯერ არის ნერვებთან დამოკიდებული და იმიტომ რომ თქვა შეიძლება ადამიანმა რამდენჯერ დავიწყო თავიდან. ამ შემთხვევაში ნახეთ, თქვენ არ უნდა შეხედოთ ისეთი სირთულით, იმიტომ რომ დაუშვათ ეხლა პირველ კლასში რომ ვიყავით და თქვენ სწავლობდით და მაშინ გჭირდებოდათ დრო შესასწავლად, დაუშვათ ეხლა თუ თქვენ მერე შვილი ყავდათ, მერე შვილები გაიარეთ, ხო, ეს ისევ თავიდან პირველი კლასის პროგრამა, შემდეგ ეხლა შვილი ყავთ შეიძლება და ისევ გადიხართ იმ პროგრამას. ნახეთ, თქვენთვის უკვე ძალიან მარტივი იქნება, ხო? ისევ თუ თავიდან თქვენ პირველ კლასში დაჯდებით სიტყვაზე და დაიწყებთ ამ პროგრამის გავლას. კი, ბევრ რამეს აღმოაჩენთ, სხვათა შორის ეს არც უნდა ეთაკილოს ბევრ ადამიანს, მე ასე ვიტყოდი, ეს არ არის ცუდი, ერთი მხრივ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ინფორმაციას ეხლა აიდაიეს არ გულისხმობ, მაგრამ შეიძლება გრამატიკულად, ხო? მოდის შესწორებები, მინუსები, რაღაცები აღმოაჩინო, შეიძლება რამე ინფორმაცია არ არსებობს, აი რაღაცას მაინც ვითარდებთ. ოღონდ ძალიან ამას გაივლით სწრაფად, მაშინ თუ გჭირდებოდათ წლიდან წლამდე მთელი სასწავლო წლის გასვლა, ხო? 9 თვე არის სწავლა, თუ რამდენი არის სექტემბრიდან. მაისამდე ეხლა დავუშვათ ეს თქვენ 2-3 დღეში გაივლით. ნახეთ, ამიტომ ამ თავიდან დაწყებას თქვენ სირთულედ არ შეხედოთ, აქ არ არის ის მომენტი, რომ რაღაცა სირთული არის. პირიქით, თქვენ იმდენად ძლიერი ხართ, იმდენად მტკიცე ხართ და იმდენად კარგი აზროვნების, იმდენად ჩამოყალიბებული ხართ, ხო? აი აქ თუ კი თავიდან დაიწყებთ, თქვენ აუცილებლად ამას სწრაფად და მარტივად გაივლით, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გამოცდილებაა, საკმაოდ სხვა რესურსი არის, სხვა აზროვნება არის. ნახეთ, როგორ მინდა ეს დაგანახოთ უკვე თქვენო. ეს მხარე, ხო? არ დავინახო, აქ ჩავაკვეხებ ეზოთერიკოსები ნებისმიერი. დამწყები ხარ თუ რაღაც ჩემს სიტყვებს პირდაპირ კაცო როგორ აკოპირებთ, როგორ არ გცხვენიათ.
არ დავინახოს რას აი გამოდის აქ აზრზე არ ახარ წინამდვილეში ერთი გოგო შემხვდა აი ყავაზე ვსაუბრობ შეგიძლიათ ყავა დალიოთ მეთქი და დასვენებაზე და რაღაცა და აი თქვენ როგორც მოგესურვებთ ზუსტად სიტყვა დაკოპირებული ლაპარაკობს ქალო არ გცხვენია არა რო არ გცხვენია უკვე ვიცი გავიგე მეც დავსვი კითხვა ზუსტად დაკოპირებული ასე შლის რას შლის თვითონაც არ იცის აზრში არ არის დებილი ქვია ასეც და მოგწონს ახლა ეს თემა ქსიამოვნებს დამკეთილი ინებე ჩაჯექი და ისწავლე ან რაღაცა შენი ვერსია მაინც შექმენი არავინ არ გიმოწმებს მან რა არკანი ამოიღე კაცო თუ არ იცი მაგრამ ადამიანი ესე ის მოისმინო და გადახვიდე მერე დაიწყო იქ რაღაცა თქვენ ვერ დაილაპარაკებთ როგორც მე დაველაპარაკებ ისე თქვენ არ გაქვთ ჩემი ცხოვრება ჩემი ხედვა ეს არის დაზეპირებული და ყოველთვის დაიკარგებით ესეთი ხალხი ხო ვიცი რომ გაინტერესებთ ვინ არის აშეთი ან რაღაცა ისეთები გაინტერესებთ ხო მე კი ბატონო შეგიძლიათ გამეცნოთ მობრძანდით ესეთი სხვათა შორის რაღაცა პოსტი დავდე წლების წინ Facebook-ზე და დაინტერესდა ერთ-ერთი გოგო და მისი თავზე მიიღო არც ვიცნობდი არა და ისე დამიმეგობრდა შემომიძვრა ჰაგიდან იქიდან და ბოლოს უთხარ შენ ამიტომ დამიმეგობრდა დაიწყო ჩემ პირადის ჩიჩქნა და რა იპოვე მეთქი აი მე მართლა ვერაფერი ვერ ვიპოვე არა უფრო ცოტა სხვანაირად უთხარი რა დედი შენის იპოვე თქო ესე უთხარი ხო და ეს თუ გაინტერესებთ ასედაც გეტყვით გამეცნობით ორი ახლა მე თუ რამეს ვსაუბრობ ჯერ ერთი ამის განათლება მაქვს ამის ცოდნა მაქვს და კიდევ თუ რამე გეჩვენებათ ისე ვთქვი ცოტა მყარად ან სხვანაირად მოგხვდა ტყურში ამის ბაზაც მაქვს არაფერს მე ზედმეტად არ ვლაპარაკობ რო ვამბობ 2 მეტრიანი ვარ ესე იგი 2 მეტრიანი ვარ დათვივით ვარ რა ვქნა ახლა და ბევრი სხვა ასეთი რამე რამ კი ბატონო არ არის გამორიცხული ზუსტად ვიღაცა გაკოპირებთ აქ ეს არ არის სხვათა შორის ძალიან კარგი და ბევრი სხვათა შორის ჩემს პროფესიებშიც ჩემს ვინც ესეთები შევხედე ვიცნობ არ ვიცნობ საერთოდ არ მაინტერესებს ყველა მივაბლოკე ყველა აბსოლუტურად და ყველას გავწმინდავ ჩემი ცხოვრებიდან ეს იქნება უტყუარი ნახოთ მე რა იქნება თქვენთან ხო, აი ეს არის ზუსტად ცვლილება და ტრანსფორმაცია. თუნდაც ეს ნახეთ ეს თავიდან დაწყება. თქო, სხვათა შორის მე ვფიქრობ, რომ ეხლა როგორც მე სხვათა როგორ ლაპარაკობ, იცით? ეხლა აგიღწერთ ჩემ თავს. ესე მაქვს წარბები მასკნილი. მოიცადეთ. დაგიხატავთ. უფრო კარგად რო წარმოიდგინოთ. აი. როგორ დავხატ ახლა წარბი. რაღაცა ეს აჰა აი ვარა უფრო შეჭმუხნული აი ლამაზად გამომივიდა კარგ ვიციდი არ ვიციდი ცალი წარბი ზემო დაწეულ და ძალიან მოჭმუხნული რაღაცა ისე ხო არის აქ ესეთი ენერგეტიკა მე არ ვაპირებ არ ვაკეთებ ზოგადად ჩანართებს და ჩემთან არ ხდება ტყუილად არაფერი რადგანაც წამოვიდა ეს ენერგია ესე იგი წამოვიდა თქვენს გაკოპირებთ ვიღაცან რაღაცებს ესე ცდილობენ აქ ხდება თქვენთან სრული ტრანსფორმაცია და როგორ არის იცით თქვენ ეს ხასიათს კი ესეთი მკაცრად მიიღებთ ეთყობათ ზუსტად როგორ იცი всё არავითარ შემთხვევაში ან
არც გაბედო ხელი შეშლა ან რაღაცა ესეთი ის მოდის მუხტი აქ ხო სამას ძლიერი ქალბატონი სხვა ვინ შეძლებს ახლა ის ვერ შეძლებს რა ქვია ხმის ამოღება რომ ეშინია ქალბატონებს ესეთი შემთხვევაც მქონდა რაღაც გაშლა და ქალბატონო ნინო მე ვარ ის ქალბატონიო და კაც რო შევხედე ისეთი შეშინებული სახე ქონდა ისეთი რაღაცა თქვენო ისეთი ძლიერი ენერგეტიკა გაქვთო ვიგრძენი რომ რისი გეშინია მეთქი ესე ვკითხე პირდაპირ რამე ცუდად მოგმართე ან არაო არაფერი მაგრამ რაღაცა ხმა უკანკალებს უთრთის რო შევხედე ისეთად მისი ცხოვრებაც რაღაც აი პირდაპირ შეშინებული რაღაც არა ხალხო ეს არ არის სიძლიერე ესეთი არ არის და ესეთ ხმას თქვენ სამყარო ძალა ვერ მოისმენთ ვერ გაიგებს და არ მოგისმენთ თქვენც ესეთი უნდა იყოთ სამყაროსთან აი ესეთი თქვენი ნებისმიერი მით უმეტეს პრაქტიკული რა არ აქვს მნიშვნელობა თქვენი სიტყვა უნდა იყოს მტკიცე თქვენი თავის მიმართ კი არა მარტო ზოგადად ყველაფრის მიმართ მტკიცე უნდა იყოს და ესეთი უნდა იყოს თქვენ თუ გინდათ რაღაცა გამოგი ეს არის მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს ახლა ვიღაცას თავზე გადაალეწოთ კაცო რაღაცა და უხეშად მოექცოთ თუ საჭირო კი უნდა შეაგინოთ მაგრამ ახლა ესე ბილწ სიტყვა რაღაცა ისეთი გახდეთ მაგას არ გულისხმობ არა მაგრამ მოისმინეთ განსხვავება უნდა იპოვოთ ამას და ამას შორის ხშირად არის რომ ვერ გებულობთ რას გულისხმობ მე არ გულისხმობ თქვენ ვიღაცას მე ჩემთან აქ მოხვიდეთ სიტყვაზე გაშლას და მე მელაპარაკოთ არა ჩემთანაც რა თქმა უნდა ესე თავისუფალი უნდა იყოთ მტკიცე უნდა იყოთ ხმის ტემბრი უნდა გქონდეს ჯერ მარტო მტკიცე ამის მერე მოგისმენთ თქვენ ყველაფერი და უპირველესად საკუთარი თავის მიმართ თქვენ სხვისგან ვერ დაიწყებთ თუ თქვენი თავისგან ვერ დაიწყებთ ამ სიმტკიცეს აი ასეთნაირად კი მე დავიწყებ ისევ თავიდან კი მე ისევ თავიდან გავაკეთებ ამას და მე მაინც მივაღწევ უფრო კარგ შედეგს მივაღწევ კბილებიდან მინდა რაღაც რო გამოვცრა რა ვიცი ვინ ხართ ახლა ასეთ ხეში გაიგეთ რა ხდება მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს ახლა თქვენ ვინმე შეგხვდებათ ან ლაპარაკი მოგიწევ და იმას დაუკრაჭოთ კბილები აი ვაკჭრი თავს ესე კი არ და გააკეთოთ კაცო არა თქვენ თავს დაუკრეჭეთ უპირველესად კბილები გაიგეთ კარგით მე უკვე თანდათან ნახეთ ხასიათში გადმოვა ის გამოიმუშავებთ ამ ენერგიას და არ დაგჭირდებათ ეს სხვასთან თქვენი ნახეთ ელემენტარული ერთი სიტყვა არც ეს ესეთი ის კი არ დაგჭირდებათ კაცო ნაზად საკმაოდ თუმად საკმაოდ ისე დელიკატურად რაღაცა თქვენი სიტყვა იქნება მტკიცე მაინც აი აქ სრული ეს ტრანსფორმაცია არის გამოსვლა გარკვეული გარკვეული არა პრობლემებიდან კაცო რა გარკვეული რის გარკვეული პრობლემებიდან და მე რო ვიცი ხან ახლა არ ვიცი და ვაგრძელებ გაშლით არ ვიცი რა ვიცი მაგრამ რა არ ვიცი კაცო ეს სიტყვის უშნო ჩვევა რომელსაც ვერ გადავეჩვიე მაგრამ გეუბნებით ამ არ ვიცის არ მოусმინოთ დანარჩენს მოусმინეთ აი აქაც ახლა რა ქვია რაღაცა კი არა პრობლემებიდან გამოდიხართ კაცო და სინათლისკენ მიდიხარ სინათლისკენ თქვენ გზას პოულობთ აი წარმატების გზას პოულობთ რა არის ეს წარმატების გზა რაზეც 15 წუთი უკვე ვილაპარაკე აი ეს კარგით ნახოთ რა წარმატება სიკეთე შემოდის თქვენთან ბარაკა შეგზე წამოდგომ არ შეგვიძლიათ მაგრამ მაინც თქვენ ხელში არის ყოველთვის გახსოვდეთ არავითარ შემთხვევაში არასდროს არ დაემორჩილოთ რაც დაწერილია იმას ერთმა მომწერა რაღაცა და მე ისეთი რაღაც დაინტერესა და მე მყარი ეზოთერიკოსი ხარ მეტყობაო ბიჭო კი არ გეტყობა და ისეთ მანიერთმა და გაინტერესა ეს არ ჭირდება სხვა უბრალო ადამიანს რაში გჭირდება
და გავჩერდი ხანხარი ინტუიცია მაქვს კარგიო და მე მეუბნება ამის შემდეგ კი ეზოთერიკოსი ვარო, მაგრამ ვიცი ჩემი ადგილი რაღაცები დაიწყო ბოდიალ და ბოლოს მეუბნება ჩვენ ბედიო რაღაცაო დაწერილი გვაქო, ის გვაქო, ეს გვაქო, ვითომ აქეთ დამიწყო სწავლება რაღაცეების. რა დაწერილი, რის დაწერილი ხალხნო? მონაცემები ამას ბედის დაწერას თუ ამას ეძახით ზოგადი დახასიათება ადამიანს კი ბატონო დაყვება და ეს კარმული ვალები და ეს ყველაფერი დაყვება ადამიანს, მაგრამ ანავითარებს საკუთარ თავს ან არავითარებს. ეს არ ნიშნავს რომ ეს ბედი არის, რავი, ბედი ეს ამას თუ ეძახით ბედს ეტყობა ეს არის რაღაცნაირად ოღონ დამახინჯებული ვერსია ბედი. არა, თქვენ იმის შეცვლად შეგიძლიათ, საუკეთესო ვარიანტი შეგიძლიათ იქედან რო შექმნათ კაცო. თქვენ შეიძლება არა გაქვთ ის ლიდერის მონაცემები, მაგრამ შეგიძლიათ საკუთარი თავი გადაამუშაოთ ზუსტად ისე რომ რაღაცას მაინც მიაღწიოთ ლიდერობამდე. პრეზიდენტი თუ ვერ გახდებით, ეხლა საქართველოს დიდი ბოდიში თქვენთან რაღაცის მის რა ქვია და დაწესებულები რაღაცა გახსენთ და იმის პრეზიდენტი გახდით. ხო, აი აქ ამას გეუბნებით, ეს თქვენ არ დაემორჩილოთ ზუსტად მაგას, რომ აიმე ეხლა მე და რა არის დაწერილი, ის რომ ცუდად იყო, ის რომ წარუმატებელი იყო, ის რომ რაღაცა მოკუჭული იყო, ის რომ რაღაცა რა ვქნა ახლა, ეს არის დაწერილი? სად არის ეს დაწერილი? მანახეთ, ვინ დაგიწერათ ეს? პირიქით თავისუფალი ნება გაქვს და აგერ მთელი დედამიწა, რესურსი. ადამიანები კი არ არიან თქვენი რესურსები. სამყაროში რაც მოიპოვება, ეს არის რესურსი. და გეუბნებიან, აჰა, აირჩიამ შენ თავისუფალი ნება. რას ირჩევ? ირჩევ გლახაკობას. გლახაკობა ქვია, მაგაზე რა ქვია? აი მე რა ქვია? თავში თუ ჩამიტყაპუნა ახლა ვიღაცა, ეს დაწერილია ბედათ ამაკ. რა ებს ლაპარაკობთ ხალხო? რასისულელია. ეს არის პირიქით მე გეტყოდით ნების დაქვეითება, საკუთარი სურვილის დაქვეითება. გააჩნია აღზრდიდან მოდის, ოჯახიდან მოდის, ავი ზოგს ქმარი ხვდება ისეთი კაციდან მოდის. კი, თრგუნავენ მამაკაცები არიან ესეთები. რომ ადამიანს თრგუნავენ. ყველანაირად თრგუნავენ. განვითარების საშუალებას არ აძლევენ, სურვილის გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ, თავისუფლად ლაპარაკის საშუალებას არ აძლევენ, ნორმალურად ბოლო-ბოლო შეჭამონ თუ და ჩაცმის საშუალებას არ აძლევენ და საერთოდ როგორ არიან ეს ქალები, მე მაგალითად ქალბატონებს ბევრს რომ უყურებ, შოკირებული ვარ აი მაგის მხრივ. როგორ არის? საერთოდ არ ეკუთვნის ადამიანი მის თავს. ეს კაი ქმარი და ახლა ჯადოებით და ამით თუ არ კიდე დაზიანებული ადამიანი ხო საერთოდ. მაგრამ არაფერს არ უნდა დაემორჩილოთ ასეთებს. ეს ამოიგდეთ თავიდან. რომ ვიღაცა და რაღაც არა, თქვენ ხართ თქვენი ბედის მმართველი, თქვენ შეგიძლიათ ეს მომართოთ. არ ყოფნით ენერგია ეძებეთ. არ იცით საიდან დაიწყო, აი ეს საკვანძო სიტყვა ეძებეთ, საიდან უნდა დაიწყოთ, ეს ენერგია საიდან მოიპოვოთ, ეს აქედან დაიწყეთ. და ამას საიდან მიაღწევთ? ზუსტად შინაგან იმოსმენიდან, საკუთარი სურვილიდან, საკუთარ თავს რო დაუგდებ ყურს და საკუთარ გულს მოусმენ, რა გინდა, გონების და გულის კავშირი როცა იქნება. აი, მაშინ მიიღებთ თქვენ ჭეშმარიტ პასუხებს და მაშინ უკვე დაიწყებთ საკუთარი თავის განვითარებას. წაშლილები ხართ და მე აბრალეთ ბედს. მაგრამ მე აქ წაშლილ ქალბატონზე არა მაქვს ამ წუთში ლაპარაკი. ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ვიღაცას არიან, ნახეთ რატო ვაკეთებ ამ იმას, თუ წაშლილ ადამიანზე შენ არ გაქვს საუბარი, შეიძლება კითხვა დაგებადათ ახლა, რატო მაშინ? იმიტომ რომ მე რო ესეთ გაშლას ვდებ, მე ბევრს საკუთარ თავზე გონიან და არა ხარ ქალო ის, არა. ადამიანო. უნდა დაუკვირდეთ გაშლაში, ხო და კი გინდა ეს კარგი არის უკვე შენ რადგანაც დაინახე და კი ბატონო მოვდით კიდევ და კიდე რაღაცა და ნახეთ ეს არის ზუსტად მინიშნება სურვილი გაგიჩნდა მოგეწონა ეს უკვე გადადგმული ნაბიჯი არის ეს უკვე კარგი არის მაგრამ უნდა იმუშაოთ დანარჩენისთვისაც გაიგეთ აი აქ თქვენ ნაბიჯ მაგრამ ეს ნაბიჯი არის ძალიან მტკიცე მე ასე გეტყოდით
ძალიან მტკიცე. რასაც მოაქვს თქვენთვის წარმატება. სხვათა შორის არ არის გამორიცხული, აქ მართლა იყავით რაღაცა ისე ენერგიობაში, მაგრამ უკვე რაღაც არის ის პერიოდი, რომ უნდა გამოხვიდეთ. ამ მდგომარეობიდან, ხო? კარგით. ნახოთ კიდე რა წარმატება და სიკეთე შემოდის აქ. ეს რა იყო ახლა? გამარჯვება. აი, არა, ეს არის რა იყო და თქვენც იმ გულის ტკივილზე ის უენერგიობა გაწუხებდათ აქ თუ რაღაც ძალიან დიდი სევდა იმაგაზე გამარჯვება, ნაყოფიერებაში გადასვლა. ნახეთ, მახიანად ყვირის აქ ეს კაცი. აი უყურეთ, ახლა დასკრინეთ შეინახეთ. ნახეთ როგორ აქვს ალამი და ირგვლივ ხალხი და ყველა გამარჯვების იერი არის, ხო? პირის დაღებული აქვს ყვირის. აით! ნიბატონო. კარგი, იდე რა სიგეთე შემოდის აქ. ემოციურად თქვენი ემოციას მოაქვს თქვენთან აქ პრობლემა. თქვენს რაღაც ფიქრებს მოაქვს აქ, ესე იგი ღარიბულ აზროვნებაში ხართ. რას ნიშნავს ღარიბული აზროვნება? რას? იმას ნიშნავს რაღაცა იქნება, გამოვა, რა იქნება. სულ მუდმივად ეს კითხვები საკუთარ თავთან შფოთვა, რო არ გამოვიდეს, ახლა ეს რო ვქნა და არ გამო, ის რო ვქნა და ეს არის ღარიბული ენერგია. არ იქნება და არა მაგ და ვერ შევძლებ და რაღაცა და არა. აქ ამ ენერგიებიდან გამოდი. ყოველ დილას ჩამოწერეთ ფურცელზე და ლოგინთან ან სადმე, რა ვიცი, მაცივარზე შეგიძლიათ ან ტანსაცმლის კარადას ან რასაც ხშირად იყენებთ, ხო, ახლა სახლში. შემოსასვლელ კარებთან ჩამოწერეთ. მე ძლიერი ვარ. მე ეს საქმე რაც გინდა გამოგივა. მე ჯანმრთელი ვარ. მე აუცილებლად შევძლებ. მე კი შევძელი, მე ეს შევძელი, ჯერ არ შეძლებულზეც. მე ეს გავაკეთე ესეთ ფორმატში, რომ საკუთარ თავს ეს უმეოროთ, იმიტომ რომ აქ შესაძლებელია თქვენ გჭირდებათ ადამიანი ხანდახან ეს მუჯლუგუნი კრათ და არა გყავთ ეხლა, ხო? ძალიან რთულია იპოვოთ ესეთი ადამიანი. ესეთი ადამიანი იპოვოთ კი არა? ესე იგი ისეთი საზაფხულო გრილი რაღაცა ფუშფუშა კაბა მაცვია და შემხვდა ერთ-ერთი ადამიანი ვაიმე რა ფოფოდია სამით გამოიყურებ. მე თქვა როგორ თქო? ფოფოდია იცი რას ნიშნავს? კი არა იგი მინდოდა მე თქვა იგი და მეორე ხო ციგნებს აცვიათ ასეთი კაბები ის ერთი არა ზუსტად გადავერი. მე რა მეთქი ციგანს თქო? რაცვია ქალო ციგანს მე პირდაპირ არა ესა სრული და ეს იცით რა იყო? არც ფოფოდიაზავით გამოვიყურებოდი მე სინამდვილეში. ფუშფუშად თუ ნათქვამი გინდოდა როგორ ფუშფუშად გამოიყურები რაღაცა რასასიამოვნო რაღაცა გეთქვა. ზაფხულია, აბა რა უნდა ჩავიცვა, ვერ ჩავიცვი, მომეხასიათა და ჩავიცვი. ეს არაცი შინაგანი, ეს აგრესია, შური, ბოღმა, უცებ დაანთხიენ, გადმოანთხიენ. უცებ. მე გავიმეორე რა თქმა უნდა. როგორ გითხრათ გო, როგორ კაი ვარ მე აქ იყო ისეთი ცხოვრება გავლილიო. კარგით რა ცხოვრება. ეს არის შინაგანი ბოღმა აგრესია, ამაში არავინ არ დაგარდა. ის ცხოვრება, რა ცხოვრება, გავლილი ცხოვრება, ყველას აქ რაღაცა სირთულე გავლილი. ყველას მისი სირთულე ეჩვენება სირთულე ზოგადად. მაგის შედარება არავინმა არ იმასგავს, რომ ვაიმე იმან ის გადაიტანა ამან და რა იცი, ამან იქნებ არ გადაუტანია მაგ ხელა გასაგები არის, მაგრამ მისი სირთულეც მაინც მას სირთულედ ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის აქ. ფსიქოლოგია ხო ადამიანი რადგანაც გაუძელდა გადაიტანა, ესე იგი გადატანილი გაქვს. მაგრამ ის ცხოვრებაც რომ არ გადაიტანოს, ეს არის უკვე მასალა. ადამიანმა ეს შინაგან ყვარლს რა ეშველება? არაფერი არ ეშველება. ის შინაგანად ესეთი არის. გაიგეთ რა ხდება? რა თქმა უნდა, მე პირადად არ დავემორჩილე იმ ნათქვამს, რომ და ვერც ვერ ამ დამაჯერეს მაგაში, რომ ეს არ იყო ღვარძლი, ეს იყო ღვარძლი. აი აქ თქვენ ამ ღარიბული ენერგიიდან უნდა გამოხვიდეთ, აი ამ რაღაც იმისგან ემოციებიდან შეიძლება მე განიცდით რაღაცა უაზროდ რას ნერვიულობ თვითონ არ იცით. ხო უნდა იცოდე რას ნერვიულობ, არ იცით თქვენ რას ნერვიულობთ.
მე ასე გეტყოდით. აქ ასე ჩანს. გული გწყდებათ, რაზე გწყდება ადამიანი, ვიზე გწყდება გული ადამიანმა თუ ცუდად მოგექცა და ნეგატივი არის, იმაზე გწყდება, იმაზე იშლი ნერვებს, ის ისეთი არის, всё, დამყაყებული იმაზე, არაფერი არ ეშველება. თქვენთან დაუშვა მარტოში, ყველასთან ისე დაუშვებს, ყველასთან ისეთი იგნება, ის აღარ გამოსწორდება, არ მუშაობს, მის თავზე იმაზე გწყდება გული. კინჩხი და კისერი თქვა, აი ესე გაუშვით მამიჩემის მამის იქით. ესეთები. გაიგეთ? აქ თქვენ თავზე უნდა იფიქროთ. იმიტომ რომ თქვენ ზარალდებით. თქვენ რო არ ზარალდებოდეთ ამ ნახეთ რაღაცა ღარიბული ზუსტად ენერგიებიდან, დაბალ ვიბრაციული ენერგიებია ეს უკვე. თქვენ რომ არ ზარალდებოდეთ, მე ამას არ გეტყოდით. მაშინ გეტყოდით რომ რაღაც თქვენი ზარალებთ თქვენს ემოციას და რაღაცა თითქოს ესე სხვათა შორის აქ ძალიან ბევრი ნეგატივიც მოდის, აი ესეთნაირად რაღაცა ვიღაცეებიდან, ხო? კი, თქვენ ამას აცნობიერებთ სინამდვილეში, მე აქ არ მაქვს ის პოზიცია, რაღაცას ვერ ხვდებოდე, ძალიან კარგად ხვდებით. უბრალოდ გამოდით აი ესეთი პოზიციიდან, როგორც გითხარით, ჩამოწერეთ დავალება ესე გაქვთ, რომ ხშირად წაიკითხოთ, რომ საკუთარ თავს თვითონ შთააგონთ. არავინ არ შთაგაგონებს საკუთარ აიგი იმ წარმატებას, რაც თქვენ გსურთ ზოგადად. ძალიან იშვიათია ესეთი ადამიანი, არ არსებობს, ერთხელ თუ გამოვიდა, მეორეჯერ ისეც მოგახლის ფეხებში. რომ იმედე დაო, ესე ეტყვი. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ამის შესაძლებლობა უნარი გაქვთ აქ და იმიტომ მოგაწვე ეს რომ ეს ხო, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყველაფერს შეძლებს, თუ მიზანს დაისახავს. თქვენ აქ გაქვთ კიდეც მიზანი და ამ მიზნისკენ მიდიხართ, მაგრამ რაღაცა შიგნით ეს მომენტალური ეს რაღაცის გამოვლინება, ესე რომ თქვა, საიდან მოდის, მოდი ვნახოთ მაინც ეს ნეგატივი საიდან მოდის, რატომ მოდის. ხო, კი, ეს არის შინაგანი შფოთვა. სინამდვილეში თქვენ აქ თქვენს ნახეთ მივაღწევ წარმატებას, გამომივა ზუსტად ეგ არის. რა თქმა უნდა მიაღწევთ, იმიტომ რომ პირდაპირ ესეთი არ მინდა ხლა არკანების ჩვენება ერთად. კარგი. მან ხე საბოლოოდ რას გეტყოდათ დასტა. კი ბატონო. თქვენ, ой, მე რამ ხელა ენერგია გიღაცა ჯერ ერთი აქ დაცვაც კი ბატონო, შეგიძლიათ საკუთარ თავის დაცვა შეგიძლიათ, საკუთარი ნახეთ, საკუთარი აზრი, საკუთარი სურვილი, საკუთარი გეგმის დაცვა შეგიძლიათ. ეს იცით რამ ხელას ნიშნავს, ეს არის ყველაფერი. თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი. და არ ასეთ რაღაცებს არ მისცეთ უფლება. აქ პირდაპირ მეფიქსირდება ქალბატონი ნაყოფიერებაში, რასაც ისურვებთ, რასაც ხელს მოკიდებთ, გამოგივათ. სხვანაირი ჩემთან ვერ გაჩერდება. არა. მე არც გავაჩერებ, ვერც გაჩერდებით, მე რომ მოგცეთ მაგის უფლება, ჩემთან ვერ გაჩერდებით სხვა ქალბატონები, ხო? შური და ბოღმა თუ შეგიპყრობთ რაღაცეებზე და ზოგადად ეს უკვე იმ ხალხს ეხება, ვინც მიცნობს, მიბრძანდით. ჩემი სივრცე დატოვეთ თქვენი კეთილი ნებით, ჩუმად ვერ შეგამჩნევთ, იცოდეთ. არ შეგამჩნევთ, რატო წახვედი, რატო იმას ესეთ რაღაცას არ გეტყვით, არ გამოგეკიდებით. ხო. აი აქ ძალიან დიდი სიძლიერეა, თქვენს ხმას როგორ გაიგონებენ, იცი? აი ნახეთ. ეს არის ვიღაცისთვის, ეს არის როგორი ადამიანი იცით? აი სტად რო ვიცი, თქვენ რო სიტყვით იმას წყალი არ გაო, აი ესეთ პოზიციას მიაღწევთ, აი ესეთ სიძლიერეს მიაღწევთ, ეს არის რაც არის. ამის შანსები გეძლევათ და ცნობილი ნუ ჩამოგდერეთ კაცო. არა, აქ ხო, სრული წარმატება, ნაყოფიერება. ყველა რა თქვენს გიყურებს, თქვენ გიყურებთ, რა შეგიძლიათ, კიდევ რას მთელი საგვარეულო ხაზი გეხმარებათ თქვენ აქ. არ არის გამორიცხული საგვარეულო ხაზის ეს მოიპოვეთ ხარდაჭერა ან ხო, ხარდაჭერა. ბატონო. როგორ იტყვით ბოლოში, იცით? ბოლოში ესეთი პოზიცია გექნებათ.
როგორ იცით, გეტყვით ახლა. დავის რომ კაი კარგად აი კმაყოფილი რომ ხარ, კარგად ნაჭამიც ხარ, ნასვამიც ხარ, დასვენებულიც ხარ და აი ჩაჯდები კრესლოში რაღაცა და კიდე იმას მარავებს რო გიმაშვებიან ეს. ნუ ახლა მარავები არ არის, მაგრამ კონდიციონერი ხომ არის გრილად, ლამაზად ხართ ესეთნაირად და ეხლა რა ეტაპზე ვარ, აი ამას იტყვით, ეხლა რა უნდა გავაკეთო. თქვენ აქ ისეთი კარგი სურვილის ასრულება, რაღაცაზე არის აქ გაჩერებული ხართ თითქოს, მაგრამ სულტყვილად. ნახეთ, ისეთი სურვილი გისრულდებათ, ეს არის ისეთი სურვილი, მე საბოლოო ჯამში გეტყოდით აქ, რომ აი ელოდეთ სასწავლებს. აი ის მაგარი სურვილი, ისეთ თადერთი რაცა გააქვთ, აი ეს გისრულდებათ. აი ელოდეთ სასწავლებს, აი ზუსტად ამ პოზიციას მიაღწევთ რაღაც აი კრესლოში ჩამჯდარს გხედავთ ზუსტად და არ ხეინად რომ არის ოღონდ ადამიანი ეხლა კიდევ რა უნდა გავაკეთოთ რას ვიზამ თუ რაღაცა ესეთი ვარჯი кайფობთ რა აქ кайფობთ აშკარად აი ის ერთი მაგარო სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ აქ ახლა რაღაცები არიან, კაცო, უნდა თქვენ სივრცეში შემოჭრა, მაგრამ ვაქცევ ამათ ყურადღებას, ამათ ყურადღება არ მიაქციოთ. თქვენი სიძლიერე, თქვენი ნახეთ, ეს წარმატება ამ პოზიციაზე. იცით რა, ძალიან გაუფრთხილდით მერე ვინ შემოვა თქვენს ცხოვრებაში. ძალიან დაუკვირდით. ძალიან. ეს გააკეთეთ როგორ იცით, კონტროლზე აიყვანეთ, არავითარ შემთხვევაში ხო რა თქმა უნდა, მე ყველას უნდი ხარ და თუ რაღაცა ცოტა აბურძიკდი, ცოტა ვერ ხარ, ცოტა რაღაცა ყველა ზურგ შეგაქცევთ, ესე არის ზოგადად ეს. ესაა ცხოვრების დაუწერელი კანონი. ასე რომ ამ ენერგიებს რომ მოიპოვებთ და ამ სურვილებსაც ზუსტად შეასრულებთ, ზუსტად ვიცი. გაუფრთხილდით დააფასეთ გენაცვალე ზუსტადაც და ეს ისა ჩანს აქ ბევრი ჩანს ადამიანი თქვენს სიკვდილი ყველა პასუხისმგებლობა თქვენ რაც გაქვთ აღებული აი ყველაფერს მოაგვარებთ რა მაგარია კი თანაც ეს არის 100%-იანი. თით რა, შვილის თემას თუ ელოდებით, ეს შვილი ან ძლევოსანი იქნება, ან ძლიერი იქნება, ან რაღაცა ისეთი ის იქნება. აი გეუბნებით რა. მეტყობა ხო ხმისდევრით როგორ შემეცვალათ ნახეთ აი წაკაიფდებით თქვენი ნახეთ თქვენი შრომით თქვენი საქმით თქვენი წარმატებით თქვენ თვითონ ისიამოვნებთ და თქვენ თვითონ აი ესე კი აი ესეთი ენერგია მოვა ზუსტად იმედია მეტყობა ხმისდევრშიც რუნებსაც კითხოთ რამე ესეც რუნებია პრინციპში, მაგრამ მოდი აბა ერთი არკანით მაინც გასკეთოთ. რა თქმა უნდა. კი ბატონო. თქვენ აიწვიდავთ აქ. ხო, არის ეს შეჩერება, ეხლა შეიძლება ფიქრობთ რა როგორ, მაგრამ აქ ისე კარგად დაალაგებთ ყველაფერს, რომ ყველა ბარიერს აქ გადალახავთ. სრული წარმატება, სრული იდეალი, გაძლიერება, ხვავი, ბარაკა, შეძენა შეიძლება ბინის, საცხოვრებელის რაღაცა, აი კარგ მსუყე პოზიციაზე გადადიხართ. რა კარგი იყო, გისურვებთ წარმატებებს, ჩემო კარგებო და ეს იყოს ასე, რატომათაც არა.